ახლა კი მოდი გადმოვინაცვლოთ იმ კლუბის სამყაროში, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ჩვენ ქვეყანაში და კერძოდ რა საკვირველია თბილისში. ბარსელონას ფანშოპი. წავედით. მაგარი საინტერესო სანახაობა გველის, სულ რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს და აი ამ დიდი საჩუქარი, რომელიც საქართველოში ბარსელონას გულშემატკივრებს გაუკეთა არის ეს ადამიანი დავით ზაქარიაძე, რომელმაც დააფუძნა ეს ყველაფერი. მადლობა ამ ყველაფრისთვის, ეს ბარსელონას კომაგების მხრიდან, რა თქმა უნდა, პირველი მინდა კითხო, აი ეს ამ წარწერის შესახებ თუ იციან, როდესაც შემოდიან რა წარწერა არის ეს? დიდი მადლობა ეს ვიზიტისთვის, ძალიან სასიამოვნო არის. როგორი რაღაც არის, იცით, ჩვენ უმეტესობა მომხმარებელი ძალიან ახლოს არის ბარსელონასთან, ბარსელონას ასე ვთქვათ ფანები არიან და უფრო იციან რა და როგორ არის. მაგრამ არის ხშირი შემთხვევა, როცა შემოდიან უფრო სიასაკის ხალხი და კითხულობთ, აი ეს რას ნიშნავს. ეუბნებით რაც არის, ეს არის უფრო მეტი ვიდრე კლუბი. კი, და ეს სიტყვები დაახლოებით 47 დაახლოებით 60 წელი ხდება უკვე, რაც კლუბის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამას, რომ ბარსელონა არის მეტი ვიდრე კლუბი და ეს თითოეულს რაღაცანაირად შესახორცებულია, ხო, უკვე ვინც ამ გუნდის გულშემატკივარია. ძალიან კარგია, ეს უნდა იცოდნენ, რადგან ამ კლუბის, ჩემი აზრით, ამ კლუბის ისტორია ამ სიტყვებს ემყარება და ასეც არის. კარგი, მოდი ახლა გვიამბე ამის შესახებ, სადაც ჩვენ ვართ, იმ სამყაროში, რომელსაც ბარსელონას სამყაროს გარკვეული ნაწილი ქვია, რატომ ბარსელონა? ნუ ბევრი მიზეზები არის, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ბრენდი არის, ძალიან ისეთი კლუბი არის, დიდი ისტორიის მქონე, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ არის სენტიმენტალური მხარე. მე თვითონ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ 94 წლიდან. და ნუ ყოველთვის გვინდოდა რომ ყოფილიყავი რაღაცა ნაწილი ამ წარმოუდგენელი იყო ეხა 10 წლის წინაც 5 წლის წინაც რომ ვიღაცას ეთქვა რომ თქვენ რაღაც ნაწილი იქნებოდეთ მაგრამ აი ესე შევძელით რომ ესეთი დიდი ბრენდი დიდი კლუბი ჩამოგვეყვანა საქართველოში ყოფილიყავით მისი ნაწილი და აი ხედავთ ძალიან ლამაზი და კარგი მაღაზია გამოგვიყვანა 94 წლიდან თუ გულშემატკივრობ ამ გუნდს მაშინ ბევრი მწარე მარცხიც უნდა გახსოვდეს და ბევრი ძალიან მაგარი გამარჯვებაც ხომ ასეა ნამდვილად კი დავიწყეთ სამწუხაროდ ჩემი პირველი მატჩი რასაც ვიყურე ბარსელონას იყო 94 წლის ფინალი და მილანთან და თქვენ კარგად იცით როგორ დავთავრდა ეს ძიმე თამაშით დაგიწყია ამ კლუბის გულშემატკივრობა კარგია მოდით თან გავიაროთ გავისეირნოთ ამ მაღაზიაში და უბრალოდ თან რო გვიამბო დამოკიდებულება ზოგადად აი როდესაც პირველი კონტაქტი შედგა მაგალითად ბარსელონასთან რა პასუხი მიიღეთ იქიდან რატომ მაგალითად სადღაც საქართველოსდან თბილისიდან თხოვნა იმის რომ გაიხსნას ოფიციალური ფანშოპი ანუ თავიდან რა თქმა უნდა ცოტა თვითონაც იყვნენ ესე სიურპრიზი იყო მათთვის მიუხედავად იმისა რომ ბარსელონა თვითონ ფიქრობდა ასე ვთქვათ გახსნას ახალი მაღაზიების ახალი ბაზრების საქართველოს მიუხედავად ყველაფრისა ცოტა პატარა ბაზარია მაგრამ ნუ გამომდინარე იქიდან ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს პირადად მე ჩემს პარტნიორებს ბიზნესში საერთაშორისო კომპანიებთან დავანახეთ როგორ შეგვიძლია საქმის კეთება საქართველოს რატო არის მიმზიდველი გავაკეთე საქართველოს ეხლა როგორც ჰაბი არის საიდანაც უკვე შეგიძლია სხვადასხვა ბაზარზე გადახვიდე იგივე რეგიონში ვართ ევროპელები ევროპული მიმართულების და შესაბამისად ამ ყველაფერმა იმოქმედა გადავწყვიტეთ რთული იყო მოლაპარაკებები მე ძალიან დიდი გამოცდილება სხვა კომპანიებთან მოლაპარაკების მაგრამ ალბათ ბარსელონა ყველაზე რთული იყო 3 წელი გრძელდებოდა გავაკეთეთ უამრავი კვლევები ინვესტიცია გაკეთდა გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის რომ ჩვენ თვითონაც გვენახა რა და როგორ იყო და ასევე ბარსელონას დაენახა რომ რამხელა პოტენციალი აქვს თვითონ ქვეყანას. აი რახან კვლევები ახსენე ხა ბუნებრივია, როდესაც ამისთან საქმეს იწყებ, ხო, აი უამრავი ერთეულია, სხვადასხვა ჩვენ ნახავთ, და თან გავიაროთ და ბაზრის შესწავლა. თავიდან თავისთავად ცხადია რომ შეისწავლიდით ბაზარს, ხო, გამომდინარე იქიდან და თუ რომ საქართველოს მაინც შეიძლება სხვა ევროპული ქვეყნებისგან პირობითად ეკონომიკურად იმდენად მძლავრი არ არის. რა თქმა უნდა, შესყიდვით უნარიანობა ძალიან მნიშვნელოვანი არის და თვითონ რაოდენობა ხალხის, რაც ეხლა ოფიციალური არის, მაგრამ ჩვენთვის საბედნიეროდ ბევრი სხვა ფაქტორი არის, თუნდაც ის, რომ ტურისტების რაოდენობა ჩვენ 3 მილიონიც არა ვარ და 10 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ესაც თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ამ ბოლო პერიოდში ძალიან
აიწია ეს რეისების რაოდენობა, ტურისტების რაოდენობა და ამანაც ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერზე რა. და თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ეს ხოთეშორს მიუხედავად ამ ყველაფერსა, მაინც 60% ჩვენი მომხმარებელი ადგილობრივი არის რა. მაინც ხო, იმიტომ რომ რაოდენობრივადაც გულშემატკივარი ძალიან იცი რა, სულ არ იყო, თქვა ბარსელონას გულშემატკივარი ამ შემთხვევაში. ჯერ მოდი ის თქვა, რომ იქ არის ერთი ბავშვის ფოტო. ცოტა ხანში აუცილებლად გადავალთ იქითაც, მაგრამ დათო, მაისურები, აი იგივე ძალიან ფერებიც რო ავიღოთ, ფერთა გამა, რომელიც ბარსელონას აქვს, ხო? ბევრისთვის ძალიან მისაღებია, თვითონ ხარისხი. აი თუნდაც რეალურად რო ავიღოთ, აი ეს მაისური, პოლო მაისური, რომელიც გამოსასვლელია, ხო? და შესაბამისად ძალიან საინტერესო დიზაინია, ლამაზია და ეს ბუნებრივია, ბევრის თვალს იზიდავს. მოთხოვნილება, რაზე უფრო მეტი მოთხოვნილებაა მომხმარებლის მხრიდან? ანუ ნახეთ როგორი რაღაცა ქართველი მომხმარებელი განსაკუთრებით გულშემატკივარი, ძირითადად მაინც ფორმებზე არის და აი ისეთ მაისურებზე, აი თუნდაც ეს, რომელზეც ბარსელონა ნათლად ჩანს. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ისეთი ტენდენცია თვითონ ბარსელონადმაც აიღო ეს ტენდენცია, რომ ხალხთან უფრო ახლოს იყოს, უფრო street wear-ასაც ეძახიან ქუჩის რასაც, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაიცვა. შეიძლება არ იყო ბარსელონას გულშემატკივარი, მაგრამ სტილი რაც თქვენ თქვით ახლა მაგიტომაც გავუსვი ხაზი ზუსტად. ვერ მიხვდები რა ის არის რა თუ ეხა არ იცი ზუსტად როგორია. შესაბამისად ჩვენ მაგალითად პროცენტულადაც ძალიან მაღალი გვაქვს ესა შედარებით თვითონ ბარსელონასთან და ესპანეთთან შედარებით. აი ეს street wear-ი ქალების მიმართულება ძალიან ბევრი არის ჩვენთან. დიდი მოთხოვნა არის, ესეც ბარსას მხოლოდ 5% აქვს ქალების მიმართულება, ჩვენ 21-ზე ვართ ასულები რა და ესე ძალიან განსხვავებული არის. ბაზარს ყველა ბაზარს თავისებური ასე ვთქვათ მოთხოვნა აქვს და თავისებურად უყურებს ყველაფერს. აი ჩვენც ახლა სატესტო რეჟიმში ვართ ასე ვთქვათ, ნახულობთ რა როგორად მიიღებს და აი ახლა თუნდაც ახალი ბარსელონა რო წელიწადში რამდენჯერმე უშვებს ასე ვთქვათ კაფსულებს, ახალ დიზაინს, ახლა არის ახლა გამოდინარი ზაფხულიდან ფესტივალების პერიოდია და ფესტლაბი გამოუშვა, აი ვარდისფერი ფერები, ეს ალბათ რაღაც ისე თვალის ჩაკვრაც არის ვარდისფერი ხო ხტებით ჩვენი ლეგენდასთან და მოკლედ აი ძალიან კარგი ასე ვთქვათ სტილი აქვს შერჩეული. აი ეხა ბარსელონასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხთან ახლოს ყოფნა რა. არა როგორც მარტო მაისური და ეს ეხა ოფიციალური მაისური, არამედ ის რომ ყველგან იყოს ეს ყველგან იყოს წარმოჩენა. კი, თქვა ეხა დიდი წარმოჩენა ბარსელონას თავისი ისტორიიდან გამომდინარე არ ჭირდება, მაგრამ თავისთავად ცხადია, მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ თუნდაც იგივე როგორი კლუბიც არის ბარსელონა, პიარიც, მარკეტინგიც, ეს სიახლეები ყოველთვის ჭირდება, იმიტომ რომ არ შეიძლება იყოს გაყინული ერთსაფეხურზე და ეხლა ამას არ შევეხები, უმაღლეს დონეზეა არიან ასულები. დათო, მინდა კითხო რაოდენობაზე, აი რა რაოდენობის განსხვავებული პროდუქცია გაქვთ აქ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ არის სათამაშო ფორმები, არის პოლო მაისურები, იქი თვალი მოვკარი. წამოდი და ბავშვთა აი ეს ბავშვთა სამოსები, ხო, ესე ძალიან მაგარია. ნახე, როგორია, აი სუპატარა ჩვილი ბავშვებისთვის და ჯამში რა რაოდენობა გაქვთ აი ეს სხვადასხვა სახის პროდუქცია. დაახლოებით გვაქვს 1200-მდე სხვადასხვა სახეობის ნივთებით, დაწყებული სუვენირებით, მაისურებით, ბავშვების სექციები გვაქვს, აქეთ ხედავთ საბავშვო არის, იქეთ დიდებისთვის არის, იქეთ ნახოთ რეტრო სექციაც გვაქვს, 1200 სხვადასხვა პროდუქცია არის, რა ძალიან დიდი არჩევანი არის ერთი მაღაზიისთვის რა და შესაბამისად ამ პროდუქციის რაოდენობაც ცვალებადი არის, ამატებთ სიახლეები არის, თვითონაც ძალიან ისეთი ეს დიზაინის განყოფილება ძალიან ესე მუშაობს. ეხლა ვცდილობთ რომ რაღაცა ქართული ელემენტები შემოვიტანოთ და ნახოთ, აი ბევრი სურპრიზი ელოდება ჩვენს მომხმარებელს. რახან ბავშვთა კუთხეში ვარ, ცოტა კი არა, სიმბოლურია, რომ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის დიდი პოსტერია გამოკრული. აი აგერ არის ეს პოსტერი. ლამინ იამალი, არ ვიცი, ფენომენი ალბათ მსოფლიო ფეხბურთის, მე მიმაჩნია რომ მას დღეს უნდათ ეწყინოთ, უნდათ ნუეწყინებათ. ანალოგი არ აქვს, არ ყავს საერთოდ, იმიტომ რომ ძალიან დიდია და მან თუ ესე გააგზერა, ჩემი აზრით ყველაზე დიდი იქნება. მოთხოვნა თუ არის მის მაისურებზე, კონკრეტულად. ძალიან საინტერესო ფაქტს გეტყვით.
2025 წლის თებერვლამდე ყველაზე გაყიდვადი მაისური მიუხედავად იმისა, რომ მესი უკვე აღარ თამაშობს, იყო ლიონელ მესი. 25 წლის თებერვლიდან მოყოლებული უკვე გადააჭარბა ლამინი ამალის. გადააჭარბა, ხო? რაც წარმოუდგენელი იყო. ფარსულან საერთოდ აქვს ხოლმე, ხო იცი, ეპოქაში ერთხელ უშვებს. არა, ეს ხო. ბავშვებს და აი ეს ნათელი მაგალითი არის ლამასია როგორ და წარმოიდგინე, ეხლა თვითონ ბარსელონასთვის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგული კუთხით რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამისთანა ფიგურა ყავთ კლუბში. თქვენ როგორც ექსპერტი წარმოიდგინეთ, ეხლა რო დავფიქრდეთ, ჩვენ რო დავიწყეთ მოლაპარაკება ბარსელონასთან, საუკეთესო ფეხბურთელი იყო მემფის დეპაი. ამას ვახსენებ ხოლმე რა და ვაი მინგეზა თამაშობდა, რიკი პუგი იყო გამთამაშებელი და წარმოიდგინე ამ დროს ფიქრობ, რომ აი ეხლა რო დამეთანხმო და ხვალ დავიწყოთ გახსნა. რა მე არ უნდა? შემხვედრია მემფისის მაისურით, მაგალითად არავინ, ალბათ ჰოლანდიაში. მიუხედავად დიდი პატივისცემისა, მემფისის მარკეტინგულად არავით არის, რასაკვირველია. მაგრამ ეხლა ძალიან დიდი მოთხოვნა, განსაკუთრებით ლამინზე არის, აი ყველას ლამინი უნდა, ყველას ლამინის ფორმა უნდა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად გეთანხმები და ძალიან ლოგიკურია, ნოეწყინებათ ეხლა სხვა კლუბის გულშემატკივრებს, მაგრამ ეს კაცი არის ფენომენი და ბევრი ვინც ბარსელონას უბრალოდ არ გულშემატკივრებს და დამეთანხმები ალბათ რომ ამ ბიჭის ხათრით უყურებს ფეხბურთს, იმიტომ რომ ამ ასაკში ლიდერი იყო ბარსელონაში და ლიდერი იყო ესპანეთის ნაკრებში. ეს ძალიან დიდი ბოდიში ყველა სხვა ფენომენალურ ნიჭის მქონე ფეხბურთელთან. რეტროზე მინდა გადავიდეთ, წავიდეთ და ვნახოთ რეტრო მაისურების კუთხე ბარსელონასი. ესეც ძალიან მაგარი სანახავია, მით უმეტეს ვინ სტაჟიანი გულშემატკივარია ბარსელონასი, მათთვის ალბათ განსაკუთრებულ სენტიმენტებთან არის დაკავშირებული, მათ შორის თავად ჩვენთვისაც. მე რა რომ 94-ში ესე დამთავრდა, აი ეს არის ის ფორმა ანგარის აღარ შეგახსენებთ, იმიტომ რომ იცით და დათომ კიდე უფრო კარგად იცის. ხო, ძალიან მაგარია მართლა, იმიტომ რომ სულ სხვა ეფექტი მოაქვს ამ ყველაფერს, ხო? ასევე გვაქვს ცოტა შემდეგი პერიოდი, ეს კიჭა რონალდო როცა თამაშობდა და ეს ამაისურით გახსოვთ ალბათ რამდენიმე ესეთი ფენომენალური გოლი. შემდეგ გვაქვს კოლექციები, გვაქვს ანუ პირველი რაც კროიფმა ითამაშა, პირველი ეს თეთრი მაისურები იყო მაშინ 9 ნომრით. და ეს აბსოლუტურად სხვა განსხვავებული მატერიის იყო. ანუ რეალურად ესიც ხო განიცდის ყველაფერი პროგრესირებს. ეხლა დღევანდელი მაისური რო შევადაროთ, ამ მაისურს ეს არის ჩვეულებრივი, უბრალოდ რო შეხედოთ ხახნო, ანუ დაახლოებით როგორი მაისური იყო, სინთეტიკა ნარევი არ არის. მაშინ არ იყო ესეთი. ხო, და რატო? ეხლა უცებ პატარა ექსკურსს გავაკეთებ, პარალელს გავავლებ სინთეტიკა ნარევი რატო არის? ეს მაისური როდესაც ადამიანი სველდება, ანუ ობს გამოყოფ, შესაბამისად მძიმდება და ტექნოლოგიურად, როდესაც განავითარეს უკვე მაისურები და განსაკუთრებით დღეს არის სინთეტიკა ნარევი, გამომდინარე იქიდან, რომ მალე შრობადია და შესაბამისად წონით სიმძიმე, ხო, ეს ეხლა წარმოიდგინე 90 წუთის მერე და წამოდი, ეს არის ძალიან მაგარი მაისური. აი ეს მაინც უფრო ნაღდი ბარსელონაა, არა, ეს უფრო ნაღდი ბარსელონაა, ძალიან მაგარი და ფერებით, ყველაფრით და აი ესეთი ფორმით თამაშობდნენ და ესეც მაგარი ნაბიჯია რომ რეტრო შემოგაქვს. რა თქმა უნდა. და არის კიდევ აი კოლექცია, არის ცალკე კოლექცია კროიფის, აი ახლა აქ ნახავთ სურათში როგორ ჩავისაცვია. თუნდაც ესე ძალიან ლამაზი არის სიმბოლურ ფერებში და სიმბოლური 9 ნომრით როგორც თამაშობდა თავიდან იოჰან კროიფი, ალბათ ფუძემდებელი დღევანდელი ბარსელონას სტილის და სათამაშო კულტურის. კი ბატონო. ესენი გვაქვს ეს ყველა გამომდინარე იქიდან რომ აი ყველა მომხარებელს ვერ გებით, ასაკის მიუხედავად, ეს ახლა ვინტაჟური ბევრს მოსწონთ, თუნდაც ის სპორტულები. რა თქმა უნდა, აბარა. და ეს ბავშვის მაისურების, ბავშვის ფორმების სათამაშო, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეხლა სულ როდესაც დავდივარ ხოლმე მინებებში და ვადევნებ თვალს განსაკუთრებით საკლუბო, აი ხა იგივე ჩემპიონთა ლიგის ფინალი რო ავიღოთ, ორივე გუნდის მონაწილეები გუნდების, აი გულშემატკივრები ბავშვებს შვილებთან ერთად ჩამოსულ ყველას რა ასაკიც არ უნდა იყოს, სულ რო ჩვილი ბავშვით ყოფილიყვნენ სტადიონზე იყვნენ თავიანთი გუნდის ფორმით და ეს ძალიან მაგარია. დათო, ჩვენც ეს კულტურა გვინდა ბოდიში შემოვიტანოთ აქ, რადგანაც ეხლა მაინც ძირითადად ეს სპორტული მაისური, ასე ვთქვათ, ფორმა
ახალგაზრდების იყო, მაგრამ ნუ აი ეხლა თანდათანობით ეს კულტურაც იცვლება, უფრო უყურებთ ამ იგივე ევროპულ კლუბებს, სამხრეთ ამერიკას, საერთოდ სხვაგან არიან და ნუ ჩვენთანაც თუ დააკვირდებით, უკვე ასაკიც იზრდება, შემოდიან ფორმის ორიგინალი ფორმის საყიდლად 70-80 წლის ადამიანები, რომლებიც სიამოვნებთ იმენაირად და ეს ძალიან გვიხარია. იცი ამინდა კითხო, აი ხო ათვალიერებ ძალიან მაგარია პროდუქცია რეტრო გააქვთ, მაისურები არის, კრუიფი ცალკე, მოკლედ. ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ თვალშისაცემი იყო ჩემთვის, ხავის გარდა რეალურად, ხო? აქ არ არიან წარმოჩენილი პლაკატებზე თუნდაც ლეგენდარული ბარსელონელები. რატო? დიახ, ეს კლუბის პოლიტიკა არის, რომ მხოლოდ აქტიური ფეხბურთელები ვინც არიან, ისინი უნდა იყვნენ, ასე ვთქვათ, აი აქ სურათებში. იმიტომაც არის იამალი, რაფინია და არა ვთქვათ კრუიფი, მესი და რონალდინიო, ნეიმარი. ეს თვითონ პოლიტიკა არის. მე ადრეც ვახსენე, რომ ჩვენ ხელშეკრულება რაც გვაქვს ბარსელონასთან 150 გვერდიდან 100 გვერდი არის იმიჯზე, რა შეგვიძლია, რა არ შეგვიძლია. აი თქვენ თუ ნახავთ, ესეც კი კაფეში, ასე ვთქვათ, იატაკი იქიდან არის ჩამოტანილი, არის რაღაცებს, სადაც გერბი არ შეგვიძლია დავდოთ, რომ ვიღაცამ ფეხი არ და მოთხოვნები ექნება თავისთავად ცხადია, ეხლა მათთვის ამოსავალი წერტილი, აი სწორედ ეს ფრაზა არის, რაზეც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ და დათო რაღაც ლეგენდები ვახსენეთ, თქვენთან სტუმრობდნენ, ხო? ესეც მინდა რომ კითხო, იმიტომ რომ სოფლიო მასშტაბის ადამიანები იყვნენ თქვენთან მოსულები, აი ამ ყველაფრის დასათვალიერებლად და მათი შტაბ-შტილებაც მაინტერესებს, რა გაგიზიარეს, რამდენად თვითონაც მათთვისაც ალბათ უცხო იქნებოდა, ხო, თბილისში ჩამოვიდნენ და ბარსელონას ფანშოპში აღმოჩნდნენ. ხო, ზუსტად ეგ იყო, რომ თვითონაც აქ რო იჯდნენ, სენსაცია ისეთი ჰქონდა და ის რას საუბრობდნენ, იცი, ეხლა რომ მკითხო, ვერ მივხვდები მე ბარსელონაში ვზივარ, თუ საქართველოში, თბილისში, იმიტომ რომ იმდენად მორგებული არის ყველაფერი და იმდენად ზუსტად გადმოტანილი გვაქვს ჩვენ ეს ბარსელონას, ასე ვთქვათ, სულისკვეთება რა და მართლა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, როგორც ქართული ფეხბურთისთვის, ასევე გულშემატკივრების ჩვენნაირი გულშემატკივრები, რომლებიც გავიზარდეთ ალბათ მაგათ ფეხბურთზე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რამდენად მაღლა არის უკვე ქართული ფეხბურთის ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო სანაკრებო დონე და იმედი არის, რომ აი ნელ-ნელა ეს საკლუბო დონე წამოეწევა ამას და ნუ აი ესეთი რაღაცები რაც ჩვენ გავაკეთეთ, იგივე ეს მაღაზია, იგივე ლეგენდების მატჩი, სხვა ლეგენდების მატჩი რაც იყო, ყველანაირად ხელს უწყობს ამას. ეს კაია, ჯერ ეს ერთი ყველაფერს თავი დაანევოთ, ხახნო, თუ კი გარშემო ყავთ ნებისმიერი ასაკის ბარსელონას გულშემატკივარი, ფანტასტიკური საჩუქარია მათთვის დაბადების დღეზე, იუბილეზე, თუნდაც აი ეს ვითომ არაფერი ბრელო კი ბარსელონასი და ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარია, ეს სუვენირების ინტერესიც არის ალბათ ხო მომხმარებელში. დიახ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით როგორი რაღაც არის, ეს შეიძლება თანატა შეიძლება ფორმა სულ ვერ ჩაიცვა, მაგრამ აი ესეთი სუვენირების ყოველთვის თანაგაკს. კიდე ის რაზე გვინდა ხაზი გაუსვათ გარდა ამისა, ჩვენ ხე ბარსელონას როგორც არის თავის მთავარ მაღაზიაში, ასევე გვაქვს ჩვენთანაც ეს აპარატურა, რითიც შეიძლება სახელის დაწერა. ეს პრინტის თემა არის. ანუ შეგიძლიათ რომ ოფიციალურად, იმიტომ ცოტა განსხვავებული არის, განსხვავებული ასოები არის, განსხვავებული ხარისხი არის, აქაც აკეთებს ბევრი ახლა ეს პრინტს, მაგრამ აი ჩვენ გვაქვს ზუსტად ორიგინალი რაც არის, ორიგინალი იქიდან ჩამოტანილი და ესეც მაყურებლებისთვის, ხვდები ხა ქართული გვარის დაწერა. რა თქმა უნდა, შესაძლოა კურიოზი ის ქონდა რომ ეიჩას რა ხან გამომდინარე იქიდან რომ ბევრი არის საქართველოში ახლა ლათინურიდან ყოველთვის აი მაგისი ის ქონდა რომ გვაკლდა ხოლმე რა ძალიან კარგი მაგარია ვიციათ ეს ზოგადად არა მარტო თვითონ ასეთი მაღაზიების გახსნა სხვადასხვა კლუბების ალბათ დამეთანხმები რომ ზოგადად ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რახან პოპულარიზაციაზე საუბრობთ აუცილებლად უნდა კითხო სხვა ქალაქებში თუ იგეგმება შეიძლება წელს არა მომავალ წელს არა მაგრამ გარკვეული 2-3 წლის მერე 4 წლის მერე შეიძლება იყოს იდეაში რამდენი წელი გქონდათ ამ ფანშოპის გახსნაზე მოლაპარაკება 3 წელი ანუ მომდევნო 3 წლის მერე ჩვენ შეიძლება ვიხილოთ
ასეთივე მაღაზია საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში არის მაგის ალბათობა. შესაძლებელი არის ეს ისევე და ისევე ბაზრისიდან გამომდინარე არის, მაგრამ ნუ ამ ეტაპისთვის უფრო რახან ჩვენ პირველი მაღაზია ვართ, გვაქვს სხვა რეგიონებშიც ასე ვთქვათ ამის საშუალება რომ გავაკეთოთ და უფრო აქცენტი გვაქვს რომ რეგიონში შემოვიტანოთ და გავხსნათ ისეთივე მაღაზია. მაგრამ წარმოდგენილი ვართ ხოლმე აი გრანდიოზულ ივენთებზე, რაღაც ჩვენი პოპ-აპით, ეხლა ბათუმში გვიდგას, რომ ჩვენი ბათუმელი მომხმარებელი შეუძლია მივიდეს და იქ შეიძინოს აი რაღაც გარკვეული ჩვენი პროდუქცია. ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ საინტერესო იყო პირველ რიგში მაყურებლისთვის, იმიტომ რომ როგორც სულ რამდენიმე წამის წინ აღნიშნე, რომ ეს ემსახურება არა მარტო ბარსელონას პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის პოპულარიზაციას გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რა შედეგებიც გვაქვს და კარგია, რომ ასეთი მაღაზია არსებობს და მადლობა თქვენ და წარმატება მინდა გისურვოთ. ჩვენ კი როგორც დავიწყეთ დღევანდელი აი ეს პატარა ექსკურსია ბარსელონას ფანშოპში ზუსტად ასევე მინდა დავასრულოთ. გარედან მე გეტყვით იმას, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ბარსელონას ფანშოპში, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც გახსნილია. ფანტასტიკური დიზაინი, ფანტასტიკური გარემო, გადასარევი სტაფი და უამრავი პროდუქტი, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ თქვენ და რასაკვირველია დააინტერესოს ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს ბარსელონას და პრინციპში უნდა ითქვას არა მარტო ბარსელონას, ვისაც უყვარს ზოგადად ფეხბურთი, მე კი ამით უნდა დავასრულო და უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხების გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორები არიან კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი. მადლობა რომ მიყავით ჩვენთან ერთად, არ დაიზაროთ და ნუ დაგავიწყდებათ რომ უნდა გამოგხვეთ YouTube-ზე თვალიშვილთან და გამოგვიწეროთ აუცილებლად. კიდევ ერთხელ მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.